აგვისტოს ომის დაწყებიდან 17 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობამ 2232 შეადგინა. მათ შორის 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საქართველოს ტერიტორიების 20% დღემდე ოკუპირებულია. რუსეთი ყოველდღიურად მცოცავ ოკუპაციას აგრძელებს. გრძელდება მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცებისა და დაკავების პრაქტიკა. რუსეთი განაგრძობს აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციას, მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს სამხედრო წვრთნებს, ქვეყნის ტერიტორიაზე და ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს. ქართული ოცნების ლიდერები დღეს მუხათგვერდის სასაფლაოზე მივიდნენ და აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს. მმართველი გუნდის ლიდერები აცხადებენ, რომ ყოფილმა ხელისუფლებამ არასწორი პოლიტიკა გაატარა. საერთაშორისო პარტნიორებმა კი აგვისტოს ომისას რეალური ნაბიჯები არ გადადგეს და მხოლოდ შეშფოთება გამოხატეს. გასულ დღეს აგვისტოს ომში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს. მათი თქმით, ომის დაწყების თარიღად მმართველი გუნდი 8 აგვისტოს ასახელებს, თუმცა რუსეთმა სამხედრო ინტერვენცია საქართველოში 7 აგვისტოს დაიწყო. ოპოზიციონერი ლიდერების თქმით, საქართველოს დღემდე უწევს თავისუფლებისთვის ბრძოლა. როცა ვსაუბრობთ ჩვენ რუსებზე, სამხედრო აგრესია, რომელიც 2008 წელს განახორციელეს, ახლა პოლიტიკური აგრესიის სახით ვრცელდება ივანიშვილის ბანდის სახით. ამიტომაც იმისთვის, რომ დერუსიფიკაცია ნამდვილად მოხდეს ამ რეგიონში და ამ ქვეყანაში, საჭიროა მეგობარი აქტის მიღება, იმ ადამიანების სანქცირება, რომლებიც რუსეთის ინტერესების გამო ახდენენ საქართველოს დემოკრატიის მკვლელობას. დეოკუპაცია მხოლოდ მაშინ შესაძლებელი, როცა ჩვენ ამის ძალა გვექნება. და მარტო ჩვენ ბუნებრივია არ გვექნება, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ყავდეს მოკავშირეები და ერთობლიობა, როცა ჩვენი ქვეყნის სიძლიერე არის ეკონომიკური, პოლიტიკური, სამხედრო ერთი მხრივ, რომელიც მინიმუმ იმას მაინც უზრუნველყოფს, რომ უსაფრთხოდ ვიგრძნოთ თავი და რაღაც მორიგი თუნდაც სოციალ ოკუპაცია იყოს შეჩერებული და მეორე ხუთი ჩვენი პარტნიორების დახმარება, რომ დეოკუპაციის პროცესი დაიწყო. ეს თუ არ არის შესრულებული, შეუძლებელი იქნება აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნება და ომმა დაგვანახა თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება, ამ ომმა დაგვანახა შეშფოთებული მხოლოდ შეშფოთებით და შეშფოთებული საერთაშორისო საზოგადოება და რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნისთვის იყო ძალიან მძიმე შედეგები, რომელიც მივიღეთ. მე კიდევ ერთხელ ქეთს ვიხრი ჩვენი მებრძოლების წინაშე, მათი სახელი უკვდავია ისევე როგორც მარადიულია საქართველო, მისი თავისუფლება და სუვერენიტეტი. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 თვე რჩება. პროცესში მონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიციაში კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა. არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს პარტია გირჩი. მისი ლიდერები აცხადებენ, რომ ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა, რომ დაგსაქსულიყვნენ და ხელისუფლებისთვის შესაძლო გამარჯვების ბერკეტები შეექმნათ. პროცესში გაერთიანებული ძალებით მონაწილეობას აპირებენ პარტიები გახარია საქართველოსთვის და ლელო ძლიერი საქართველოსთვისაც. ოპოზიციის ნაწილი კი კვლავ ბოიკოტში რჩება. ნაციონალურ მოძრაობაში არჩევნებს სპეცოპერაციას უწოდებენ და აცხადებენ, რომ წინასწარ წაგებულ თამაშში შესვლას არ აპირებენ. ოპოზიციონერი ლიდერების თქმით, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნები უცვლელი რჩება. უიდეოებით ლაპარაკზე უარის თქმით, რა თქმა უნდა, ხელს არ უწყობს იმას, რომ ქართული ოცნება დამარცხდეს და ამ ვითარებაში მეჭვება, რომ ქართული ოცნება შეიძლება დამარცხებული იყოს. თუმცა მორიგი მარცხი ოპოზიციის მხრიდან შეიძლება გამოფხიზლების ფაქტორი აღმოჩნდეს და იქნებ ვიღაცა მიხვდეს, რომ არ ლაპარაკით ვერაფერს ვერ გამიაღწევ. ჩვენ არაერთხელ გავუცხადებია, რომ შეუძლებელია გამოაჩინოს ძალა იმ პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა, რომლებიც შევიდნენ სპეცოპერაციაში, რომლებმაც დაკარგეს საპროტესტო ელექტორატის უდიდესი ნაწილის მხარდაჭერა, რაც ჰქონდათ ალბათ, მაგამდე შეიძლება რაც ჰქონდათ ისიც დაკარგეს. ამიტომაც არაერთხელ გავუთხილებია, რომ ეს არის წაგებულ თამაშში შესვლა, წინასწარ წაგებულ თამაშში და სპეცოპერაციაში შესვლა, რაც თავია. ამიტომაც ძალიან ბევრი პრობლემა ისედაც და ასედაც სულ ექნებოდა ამ ხალხს, იმიტომ რომ გადადგეს პოლიტიკურად, მორალურად და სამართლებრივად არასწორი ნაბიჯი. ფაქტია, რომ დიდი არჩევანი აქვს რადიკალურ ოპოზიციას და საინტერესო სპექტრში არჩევენ საკუთარ კანდიდატებს. რა თქმა უნდა, ამ მდგომარეობაში რომ არის ოპოზიცია, ეს ერთხელ ძალიან კარგია, თუმცა მეორე მხრივ ეს ერთგვარად ტრაგიკულ სურათს აჩვენებს. კანდიდატს ვერ არჩევენ საერთოდ და მეტნაკლებად საზოგადოების ღირებულებებთან მიახლოებულ კანდიდატს.
საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის შესანარჩუნებლად ვადა აგვისტოს ბოლომდე აქვს. პარალელურად დანია, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, სექტემბერში დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსით არ მიიწევს. ქვეყნის საგარეო უწყების ოფიციალური განმარტებით მიზეზი საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერება. ამასთან საქართველოში უვიზო მიმოსვლის შეჩერებას პოლონეთიც განიხილავს. ქართული ოცნება დასავლეთის კრიტიკას ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ჩარევად მიიჩნევს. მართველი გუნდის ოპონენტები კი თვლიან, რომ არსებული ვითარების მთავარი გამომწვევი მიზეზი ქართული ოცნების არაეფექტური საერთაშორისო პოლიტიკა. პირველი არ უნდა იგინებოდეს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართულებით და მეორე გამოხატავდეს პატივისცემას საქართველოს მომავალთან და მის არჩევანთან დაკავშირებით. და არა ის, რომ ყველაფერი სულ ერთი იყოს, საით წავალთ დასავლეთისკენ, ჩრდილოეთისკენ, სამხრეთისკენ თუ აღმოსავლეთისკენ. რასაც ამ წუთას ხელისუფლება თითქოს გვთავაზობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის გზა გვეკეტება, თითქოს რამე სხვა გზა არსებობდეს საქართველოსთვის, მაგრამ სინამდვილეში ჩვენი გზა ერთადერთია ცივილიზაციისკენ მიმართული გზა და გზა, რომელიც აქეთკენ ამიდის, ის არც ტაძრამდე მიგვიყვანს. ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ერთი დღე აქვს დარჩენილი, რათა დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ტრამპის მიერ უკრაინაში ომის დასასრულებლად პუტინისთვის მიცემული 10 დღიანი ვადა დღეს იწურება. თუ რუსეთი უკრაინაში ომს არ შეწყვეტს, ამერიკა მას მეორედ სანქციებს დაუწესებს. ამასთან ჟურნალისტის კითხვაზე საჭიროა თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკის შეხვდეს, ვიდრე დონალდ ტრამპს შეხვდება, ამერიკის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ მსგავსი შეხვედრის საჭიროება არ არსებობს.